ჩვენ დავბრუნდით ჩვენი გადაცემით დიდი გარღვევა მე გიგო ვარგობიჩია და დღეს ჩემი სტუმარია ცნობილი ჟურნალისტი კეთი სესიაშვილი. ფორმატი გვაქვს ესეთი არჩეული რომ ჩვენ ორივე წამყვანიც ვარ და ორივე რესპონდენტიც ვართ. ვეხებით ისეთ თემას რომელიც კი ბატონო ძალიან ბევრს აინტერესებს განსაკუთრებით ჩვენს თაობას. ეს არის განათლება კი ბატონო და ჩვენ პროფესიონალები ვართ ორივე ჟურნალისტები და ეს არის მედიის რეფორმა რომელიც უკვე კარსაა მომდგარი პრაქტიკულად. ალბათ ახალს არაფერს არ ვიტყვი თუ 90-იანი წლებს დაუბრუნდები და მე კარგად მახსოვს იმ პერიოდში კერძოდ 1996 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი მოაწერა და საქართველოს მიეცა განვითარებადი ქვეყნის სტატუსი. ამარაც მოგვიტანა, ერთი მხრივ მისი გათვლა ძალიან მოკლე გათვლა ჰქონდა, თქვათ რომ გრანტები, რაღაცა ფინანსური კაპიტალი, რესურსები მოეზიდა ქვეყანაში და ვითომ ჭაობიდან ამოიყვანათ ქვეყანა. სინამდვილეში რა ჭირდა 1995-16 წელს, ანუ გადატრიალებიდან 4 წელიწადში ყველაზე საბჭოეთში ყველაზე მძლავრი, ერთ-ერთი მძლავრი ინდუსტრიის მქონე ქვეყანას ჭაობში რო ყოფილიყო, ხო? არაფერი სამაგისო არ ჭირდა. ჩვენთან ინდუსტრია იყო, განვითარებული იყო ყველაფერი, მაგრამ ნუ ფული ბაბაია, ფული როგორც იტყვია, ხო კეთი, ეგრე არის, ხო? კი. მოეწერა ხელი ამ ყველაფერს და იმ კოლექტიურმა დასავლეთმა, როგორც დღეს მშვენივრად მიმართავენ მას, გითხრეს, აჰა, განვითარებად ქვეყანას არ ჭირდება ესეთი უმაღლესი განათლება, ესეთი საშუალო განათლება და დაგვიყვანეს public school-ებამდე, ანუ ეგრეთ წოდებულ საჯარო სკოლამდე. მე მახსენდება და შენ დამიდასტურებ ამას, ცნობილი პროფესორი, ფიზიკოსი მერაბ ჯიბლაძე, აწმყოის მერტმა, მას ჰქონდა ფანტასტიკური ინტერვიუ და პუბლიკაცია გამოქვეყნებული, რომ საქართველოში აი ზუსტად სკოლა დეგრადაცია, აი ხალხს უსვამ 1990-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოში საშუალო განათლების დეგრადაცია და მე ძალიან ხმამაღლა ვამბობ ამას და ღმერთმა ნუქნას რომ ეს ჩემი პროგნოზია ახდეს. უახლოეს 10 წელიწადში, მაქსიმუმ 15 წელიწადში, დღეს უკვე საპენსიო ასაკს მიღწეული თაობა უკვე რომ ფიზიკურად წავა ზოგიერთი ღმერთმა სიკეთემისეს ყველას, მაგრამ ბევრი ფიზიკურად წავა, ბევრი უკვე შრომის უნარიანი ვერ იქნება ვერანაირი პარამეტრით და ეს ახალი თაობა აი ამ საჯარო განათლების და ამ საჯარო სკოლების და მათი აღზრდილები რო შემოვლენა ჩვენ თითქმის საძებარი გვექნება გვეყოლება სპეციალისტები ყველა პროფილით აბსოლუტურად. მე არ ვიცი ხა სხვა სფეროებში როგორ არის უბრალოდ ერთ-ერთი მეგობრის, ჩემი თაობელი მეგობრის, ნათქვამს მოვიშველი, რა თქმა უნდა, გვარსახელს ვერ დავსახელებდი მისგან ნებართვა არ მაქვს აღებული, მაგრამ ამ ექიმმა ქალბატონმა მითხრა, მე ჩემი შვილიშვილები მიმყავს ჩემსავე თაობასთან, ანუ 50-ს ზემოთ თაობა. რატო? იმიტომ რომ არ არის. აი ამ გაიდლაინებზე ეგრეთ წოდებული და უაზრო პრაქტიკაზე გაზრდილი თაობა დღეს ვერაფერს ვერ აკეთებს. კი ბატონო. რა დაემართა განათლებას კეთი როგორ ფიქრობ? გეტყვი. შეიძლება ამოვიკითხო პატარა ადგილი. მე წინა ბლოგში გავაკეთე მხოლოდ წავიკითხე მხოლოდ ქვეთავები. ჩემივე ინტერვიუდან მე არავის იმას არ ვკითხულობ. განათლების რეფორმაც შევარდნაძის ეპოქაში მზადდებოდა ჯერ კიდევ 98-99 წლებში წერდი თბილისის რამდენიმე სკოლაზე, სადაც მე-6 კლასიდან ზევით მოსწავლეებს კონტრაცეპტივები და ორსულობის საწინააღმდეგო აბები ურიგდებოდათ. როცა ვარდოსნები ვარდების რევოლუციას ახდენდნენ, გულწრფელად ვამბობ შიში მეუფლებოდა, გრძნობდი მიტინგებს არაქართული სული ჰქონდა. როცა 2003 წლის 23 ნოემბერი თენდებოდა, რაღაცის შიში გამიასკեց და თურმე ჩემს შიშს საფუძველი ქონია, ისიც ცალსახაა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების პირდაპირ შთამომავალი და გამგრძელებელია. იგივე განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა შევარდნაძის ეპოქაში მზადდებოდა.
ჯერ კიდევ 98-99 წლებში ვწერდი თბილისის რამდენიმე სკოლაზე, სადაც მე-6 კლასიდან ზევით მოსწავლეებს კონტრაცეპტივები და ორსულობის საწინააღმდეგო აბები ურიგდებოდათ. იმთავითვე ექსპერიმენტი ტარდებოდა, ანუ უზნეობა და გარყვნილება საქართველოში მოზარდ თაობაში ფეხს იკიდებდა. ამას დაემატა სკოლის სახელმძღვანელოების ავტორების გარიყვით, შინაარსით, გამუდმებით ცვლა და მასზე ფასის მომატება, რის გამოც ზოგიერთი მოსწავლე სასწავლო წელს სახელმძღვანელოს გარეშე ამთავრებდა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო ქაოსი და უცოდინრობა, მამანისათვის კი სკოლის სახელმძღვანელოების დილეტანტის დონეზე ყოველწლიურად შეცვლა სარფიან ბიზნესად გადაიქცა. რასაც მოსწავლის მხრიდან სწავლაზე გულისაცრუება მოყვა. პარალელურად უხარისხო საღებავებით დამუშავებული სახელმძღვანელოების მოხმარებით, ბავშვი ხომ მეწილად წიგნს ნერწყვით დასველებული თითით ფურცლავს, ბავშვებს ჯანმრთელობა შეერყათ. ამ პრობლემებზე პრესპრემიერი ჯერ კიდევ 2 წლის წინა წერდა, ანუ აქ საუბარია 2001 წლებზე. ეს ყველაფერი ხომ ნიშნავს არასრულფასოვანი ზომბირებული თაობის ჩამოყალიბებას, ეს არის განათლების რეფორმა, ხომ არ გავიწყდებათ დღევანდელი ხელისუფალნი გუშინ მაღალი თანამდებობების პირები რომ იყვნენ. იმ ზღვარზე აღარაფერს ვამბობ ჩვენს დროს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რომ არსებობდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი დროის მოსწავლეები 11 წლის მანძილზე გონებრივად მუშაობდით. საბავშვო ბაღიდან კი უკვე მოაზროვნეებად ვყალიბდებოდით. დღევანდელი განათლების სამინისტრო წინა სამინისტრო შთამომავალია, სადაც არაფერი შეცვლილა, პირიქით გაუფასურდა. დღევანდელმა სამინისტროებმა მამისგან მემკვიდრეობით სიმახინჯა მიიღეს, შედეგად შვილი მეტად დეფექტიანი გაჩნდა. ახლა მახსენდება თუ არ ვცდები, თამაზ კვაჭანტირაძის განათლების მინისტრობის დროს გაიხსნა დემირელის კოლეჯი, რაც თავისთავად თურქული ბიზნესის აღზევებას ნიშნავს ქართული განათლების სისტემაში. რეზიუმის სახით ვიტყვი დღეს სოროსის ფული სწორედ რომ ქართული ერის დაჩლუნგებისთვის იხარჯება. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი პასუხი ამ ინტერვიუში გვისმენთ ხელისუფლებამ. მე თარიღიც მახსოვს 2004 წელია და დიახ, ვარდების რევოლუციიდან 1 წლისთავი არის გასული და აი აქვე მე მაქვს დაბეჭდილი ჯორჯ სოროსის მიმართვა თავისუფლების ინსტიტუტისა და მისი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. პატარა არის, დიდი შრიფტით არის დაბეჭდილი, თუ შეიძლება ამასაც და მე მგონი პასუხს გავცემ ამ ყველაფრით. მეგობრებო, გიყვარდეთ ერთმანეთი, დაეხმარეთ ერთმანეთს, მაშინაც კი როცა გძულთ ერთმანეთი. მეორე, შექმენით საკუთარი კადრები, ყოველი ლაბორატორია, ყოველი კათედრა და ინსტიტუტი ჩვენი კადრების სამჭედლოდ უნდა იქცეს. მესამე, როცა სცენიდან მიდის უფროსი თაობა, მან კიდევ უფრო ძლიერად მომზადებული და მოღონიერებული ახალგაზრდობა უნდა მას კიდევ უფრო ძლიერად მომზადებული და მოღონიერებული ახალგაზრდობა უნდა შეენაცვლოს. საამისოდ, რაც შეიძლება ადრე უნდა წამოვწიოთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენი ახალგაზრდობა ხდება თუ არა დღეს ხდება და არა მარტო დღეს, ანუ როცა ეს გამოუშვა. შექმენით საკუთარი კოლექტივები და მათი მეშვეობით გარიყეთ, გააძევეთ ჩვენი მოწინააღმდეგენი. ილაპარაკეთ და იმოქმედეთ დარწმუნებით, მტკიცეთ აგრესიულად თავგზის ამბნევად, თავზარდამცემად, ასტეხეთ ხმაური და გამოიყენეთ ლამაზ-ლამაზი სიტყვები. იხმარეთ რაც შეიძლება უფრო გაუგებარი და ვითომ მეცნიერული ტერმინები. მნიშვნელობა არ აქვს რა სიტყვით, მთავარია როგორ იტყვით და დღეს პრესის თუ მედიის მეშვეობით და საერთოდ ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის მეშვეობით რას ლაპარაკობენ, რა სიტყვებს ხმარობენ, თქვენ კი არა, მე ჟურნალისტ ვერაფერი გამიგია. თქვენს თავდაჯერებულობას რწმენად მიიჩნევენ ამბიციას, გონების სიმაღლედ, ჭკუის სწავლებისა და შენიშვნების მიცემის მანერას უპირატესობად. თქვენს ნებაზე ატრიალეთ და ნერვები დააწყვიტეთ იმ პიროვნებებს, ვინც გეწინააღმდეგებათ და გასტეხეთ მათი ნებისყოფა, სახელი გაუტეხეთ მეტიჩრებსა და მყვირალებს და ამრიგად იმოქმედეთ მათ თავმოყარეობაზე. მერვე, ყველა მოვლენა იმის გათვალისწინებით უნდა განიხილოთ, რას მოუტანს ჩვენს მომხრეებს სარგებლობას თუ ზიანს. მეცხრე, ჩვენი ვალია ერთმანეთს გავაგებინოთ, რას აპირებს მოწინააღმდეგე მხარე, ანუ დასმენების ინსტიტუტი ძალიან მოდური გახდა და დღეს ხო განსაკუთრებით. მეათე, ხელთ გეპყრათ პროპაგანდისა და ინფორმაციის საშუალებები და უკვირდეთ.
პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო. ნებისმიერი საკითხის ირგვლივ შექმენით ისეთი საზოგადოებრივი აზრი ჩვენს ინტერესებს რომ შეესაბამება. ყოველგვარი წვრილმანი შეიძლება პრობლემად იქცეს, ხოლო პრობლემა წვრილმანად არც ერთი საზოგადოებრივი პროცესი არ უნდა მიჰყვეს თვითდინებას. თუ რომელიმე მათგანი სარგებლობის მომტანი არ იქნება ჩვენთვის, უნდა შეაჩეროთ ან ჩვენი მტრების წინააღმდეგ წარმართოთ. მე-11 იქ სადაც ორი მოწინააღმდეგეა, ერთი ჩვენგანი მაინც უნდა იყოს გარეული. იყავით ყველგან. მე-12 თუ კი ახალგაზრდა პერსპექტიული მოწინააღმდეგეების ბლოკირებასა და გამოფიტვას ვერ შეძლებთ, გახადეთ მართვადნი. გესმის გიგლა? მიიზიდეთ თქვენს კომპანიაში და ჩვენი გარემოცვის მჭიდრო რკალში მოაქციეთ. მე-13 მიეცით მათ ქრთამი, საჩუქრები, ასვით ღვინო და კონიაკი. უმჯობესია ფალსიფიცირებული არაღი. ანუ აქ იგულისხმება წამალიც. მე-14 იყავით ფხიზლად, ჩანასახში ვერ მოსპეთ ანტიდემოკრატიული ტენდენციები. ფაშიზმი სწორედ იქ იჩენს თავს, სადაც ჯეროვან შეფასებას ვერ ვაძლევთ ადგილობრივი მოსახლეობის მისწრაფებას. იყვნენ თავიანთი მიწის ბატონ პატრონები. მე-15 შეისყიდეთ, გაიტაცეთ და გაანადგურეთ. და ნუ დაუშვებთ ისეთი ნაშრომების ხელმეორედ გამოცემას, სადაც გაშიფრულია ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა. მე-16 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურჩებსა და ჯიუტებს. ვისაც არ სურს ქედი მოიდრიკოს ჩვენი უპირატესობის წინაშე. არ სურს იმუშაოს ჩვენთვის. ისინი ჯიუტად ამოჩემებული ეროვნული ღირსების იდეის ჩანასახშივე უნდა ჩახმენ და ჩაიფერფლონ. ნებისმიერი საბაბით ამხილეთ ამგვარი ურჩები და სახელი გაუტეხეთ, ხმები გაუვრცელეთ, საეჭვო რეპუტაცია შეუქმერით, მოუშალეთ კავშირები, კონტაქტები, არ მისცეთ ეფექტური მუშაობის საშუალება, ეჭქვეშ დააყენეთ მათი საქმიანობის მიზანშეწონილობა, თანამდებობა, მოაქციეთ იზოლაციაში, ამხედრეთ მათ წინააღმდეგ ბრბო, მოუშალეთ გავლენიანი პოზიციები საზოგადოებაში, გამოიწვიეთ კონფლიქტზე. და ბოლოს თავარია ბრალი დასდოთ. რომც გამართლდნენ არაფერია, რადგან ვინც თავს იმართლებს, უკვე ნახევრად დამნაშავეა. აი ეს ბრძანა ჯორჯ სოროსმა, რომელიც დაიბეჭდა პრეს-პრემიერში 2004 წელს და იგი განმეორდა მკითხველთა თხოვნით აი ამ ნომერში ისევ 2004 წელს. მოკლედ, აი ეს არის ჩემო გიგლა და მეიცით რას ვფიქრობ, ეხლა აქ მეც ვერაფერს დავამატებ, მაგრამ ერთ ვიტყვი, მე თვითონ ვარ შემსწრე ერთი რაღაცის არ მინდა უბრალოდ მე ვახლობლობ იმ ადამიანებთან და არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მათი ახლობელი, რომელიც საბავშვო წიგნებს ბეჭდავდა და ასე შემდეგ, თხოვეს რომ გადამეხედა ამ წიგნისთვის, სახელმძღვანელოებისთვის, დაწყებითი კლასებისთვის, განკუთვნილისთვის და თუ რამე იყო გასაკორექტირებელი, რომ გამეკორექტირებინა. მე პრინციპში ხელახლა დავწერე. მაგრამ ძალიან ბევრი ცრემლი უყარე და რატო? ეს სკოლაში სახელმძღვანელოებად შედიოდა. მეორე ჩემთან მუშაობდა ერთი გოგონა. ძალიან ამბიციური. და როდესაც მე მას დავავალე რომ განცხადება დაეწერა, სულ მხოლოდ 2 ფაქტს ვყვები, მეც არ მოყვები. განცხადება დაეწერა ამ გოგონამ ვერ დაწერა ელემენტარული განცხადება, რომ გთხოვთ მოგვაწოდოთ ესა და ეს დოკუმენტაცია საჯარო სამსახურში ვაგზავნით ამისა და ამის გულისთვის. ნუ და მე არ მეცალა და ვთხოვე. ამიტომ პრეტენზია ქონდა რომ მან ყველაფერი იცოდა. ისეთი საოცრებები დამიწერა, მე ის უნდა შემენახა. დღეს ის გოგონა განათლების სამინისტროში მუშაობს. ეჭვი წარმებარება ველოდი ამ ფინალს ფოტოშოპში. ისიც ვის კურირებს, რომელ კლასებს? დაწყებით კლასებს. თუ დაწყებითი კლასებიდანვე ჩვენ ბავშვი არ აღვზარდეთ, არ მივეცით მათ საბაზისო განათლება, არადა მარტო მე ეს უბრალოდ 2 ფაქტი მოვყევი, რაც ჩემთან მოხდა.
როდესაც მას ეხლა არ მითხრათ რომ მე რადგან უკვე ასაკში მე არა ვარ იმ ასაკში რომ ძალიან ძველმოდური ვიყო მე ვარ შუა გარდამავალ ასაკში მყოფი ადამიანი იმ თაობასა გარდამავალი აი ხიდი ვარ იმ თაობასა და ამ თაობას შორის უფროს თაობას შორის ეცით ჩვენ თუ ბავშვებს არ მივეცით იმის საშუალება რომ სწორად იმეტყველონ სწორად მივაწოდოთ მათ აზრი სწორად მივაწოდოთ აზრის სწორად ჩამოყალიბების უნარი ვასწავლოთ უფრო სწორად ასეთი თაობიდან არაფერი არ გამოვა ეს ბავშვები იქნებიან იმ დონეზე დაშვებულები რომ მათთვის არც ენას ექნება დიდი მნიშვნელობა არც რაღაც გაწელილ გატყლარწულ საუბარს და ასე შემდეგ როდესაც იაკობ გოგებაშვილის დედაენას ამოიღებ ახლა იაკობ გოგებაშვილი რო არ დაბადებულიყო დედაენას აუცილებლად დაწერდა იყო ისეთი თაობა მაშინ ჩვენ ყავდა ბედნიერები ვართ რომ ჩვენ ყავდა საკმაოდ ძლიერი წინაპრები და ყავს კიდევ ჩვენს თაობაშიც არიან ძალიან ბევრი აი იგივე ბატონი გიგლა იგივე სხვა აი ჩემი მეუღლე ძალიან ბევრი ადამიანი შემიძლია თქვა ახლა უბრალოდ აქ დასახელება უხერხულია ყველასე ხო ჩამოთვლა რომლებიც არათუ უბრალოდ სწორად მეტყველებდნენ არამედ აზროვნებდნენ და აზროვნებენ იაკობ გოგებაშვილი რო არ დაბადებულიყო დაიბადებოდა თქვათ პეტრე თქვათ არჩვაძე სიტყვაზე ან ვიღაც დაწერდა დედაენას აუცილებლად დაწერდა ვეფხისტყაოსანი დავწერეთ და ვის არ იყო ევროპა რომელ ევროპაზე ევროპა ჭუჭხში ბანაობდა შემდეგში საერთოდ არ იცოდნენ არაფერი და ტილებით კვდებოდნენ პარიკები იმიტომ მოიგონეს და ქართველებმა ასწავლეს ჰიგიენა და სუფთა ჩაცმა და დანაჩანგლის ხმარება და მე მეუბნები რომ უნდა დავჩლუნგდე და ეს რეფორმა შემომტენე იმიტომ რომ ჩემი მომავალი თაობა გაუბედურდეს რაში მჭირდება ანის სახელმძღვანელო ან აი ამ სოროსის ჭკუად არიგება და ან საერთოდ აი ის რომ ზღვარი წაშლილია გიგლა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ისი აცვიათ ახლა აქ კონტრაცეპტივებზე მქონდა საუბარი რა ის კონტრაცეპტივები მარტო კონტრაცეპტივებიც იმიტომ გახდა საჭირო როგორც წამალი რომ გარყვნილებას მისცემოდა დასაბამი აუცილებლად მე-6 კლასიდან გოგონა მწიფდება ხო ნუ ვაშკაციც ბიჭიც ალბათ ვაშკაცდება ხო აი ამ პერიოდში ეხლა ზოგი ადრე ზოგი ცოტა მოგვიანებით მაგრამ ეს პერიოდია მაინც ხო გარდამტეხი ანუ ამ პერიოდშივე უკვე ასწავლიდნენ ბავშვებს ჩვენ როცა კლასში კი ქონდა სიყვარულობანაც ყველაფერი ეხლა ქონდა ეს მისრაფება რომ ზოგ შეყვარებული ყავდა ზოგს რაღაცა მაგრამ მაინც დანინდა ძმანი ვიყავით და ორიენტირებულები ვიყავით სწავლაზე მასწავლებელი რო შემოვიდოდა ჩვენი ფეხზე ადგომით მის და მიპატივისცემას გამოვყატავდით და მასწავლებლის შემოსვლა ანუ პედაგოგის შემოსვლა კლასში მართლა პედაგოგიკას ნიშნავდა ჩვენ აღზრდილები ვიყავით და თუ რამე კიდე გვეშლებოდა მასწავლებელი გვაძლევდა იმ არაუბრალოდ მარცვალს იმ თესლს საიდანაც უნდა გაღვივებულიყო ხო შემდგომში ჩვენი აზროვნება ეს მოსპეს იმიტომ რომ მასწავლებელს გაუტოლეს მასწავლებელი სკოლაში რომ შემოვა შარვლით ჩვენ დროს არ იყო მასე მე შარვალიც მაცვია და მეცვა კიდეც მოკლეკაბა მეცვა კიდეც და რა ვიცი ჩაცმულობით ყოველთვის ლამაზად ვიცმევდი მაგრამ სკოლაში ფორმა რო არსებობდა და მასწავლებელი რომ შემოვიდოდა კლასიკური ტანსაცმლით მე მასწავლებლებზეც მაქვს ქალბატონებზე საუბარი და არა შემოტკუცული შარვლით ან მინი ქვედაბოლოებით მაშინ როცა მე ფორმაში ვიყავი ფორმა მეცვა ფორმის ტანსაცმელი და მასწავლებელს ეცვა კლასიკურად და განსაკუთრებით ქალბატონებზე მაქვს საუბარი თუნდაც იგივე მამაკაცებს როდესაც ეცვათ ღირსეულად ის ჩემს თვალში და მისი ნასწავლი 100,000-ად იზრდებოდა ის ჩემი მასწავლებელი იყო და მე მისგან ნასწავლს აუცილებლად ვიღებდი და ჩვენთან მაშინ ჩვენ პერიოდში განა შორს იყო ის ჩვენი პერიოდი ჩვენ პერიოდში სწავლას თავისი ადგილი ჰქონდა იმიტომ რომ შენ თუ ნამეცადინები არ მიხვიდოდი აი გასაკილი მაშინ ხდებოდი თუნდაც იგივე კლასელებისგან რომ გაიცინებდნენ და შენ შეგწხვებოდა მაღალ შეფასებას ყოველთვის ჰქონდა ბრძოლა მაღალი შეფასებისთვის არა ზუბრე აჭკობისთვის ანუ გაზეპირებისთვის არამედ ცოდნისთვის
ძალიან სერიოზული ძალისხმევა ჭირდებოდა და სტიმული იყო პედაგოგი ჩვენთვის და დღეს, როდესაც მაშინ იყო ჩვენ დროს სპეციალური სკოლებიც. და როდესაც დღეს აი საჯარო სკოლა ახსენე და მინდა ამაზე ვთქვა. საშუალო სკოლა საჯაროდ გახადეს, ანუ თავისუფლად შეგიძლია შეხვიდე გახვიდე, როცა გინდა მაპატიეთ, აი ახლა ასევე ვულგარულად ვიტყვი, როცა გაგისწორდება, მაშინ შეხვალ, მაშინ გამოხვალ. მაშინ როცა გინდა და ამის სურვილი მოგივლის, მასწავლებლად შეიძლება უკანალზე წამოარტყა კიდეც ან თავი გაუხეთქო. ან უბრალოდ იქვე შეიძლება წიხლებით შესდგე ან დედა შეაგინო. ამას სკოლა აღარ ქვია და ბავშვები კი აღარ სწავლობენ რამეს. მასწავლებელიც ვეღარ ასწავლის, იმიტომ რომ იქ ხმისაწევა არ შეიძლება თურმე, იქ რაღაცა შენიშვნის მიცემა არ შეიძლება, ადამიანის მოსავლის უფლებები ილახება. რა ის უფლებები ილახება, გეხვეწებით რა. და მასწავლებელი როცა იმსახურებ იმას, რომ შენ არაცათანადოდ ჩაცმული შეხვალ კლასში, შენ იმას ის ბევრ რამეს გაგიბედავს და მით უმეტეს, როდესაც მას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ სექსი რა არის, გარყვნილება რა არის, პლანი რა არის, ის რა არის, ეს რა არის, გოგონები როცა ზეპირად იციან, უკვე გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონას, ან უკვე მოწიფულ გოგონას, რა ვთქვათ, რაღაცა თავისი ბუნებრივი რაღაცეები რომ აქვს და ზეპირად იციან ეს ბიჭებმა, იმიტომ რომ ტელევიზიით ყოველთვის ხდება ამისი რეკლამირება. ეს სწავლას რა ვიცი მე ამას სკოლა კი არა მე არ ვიცი ამას რა ქვია ალბათ ბოსელიც აღარ ქვია ალბათ თავშესაფარიც აღარ ქვია და კიდევ ერთი და დავამთავრებ როდესაც სპეცსკოლები აღარ არსებობს როდესაც ცოდნას ფასი არ აქვს და ჩვენ დროს იყო რომ მერვე კლასიდან ნუ შემდგომში მე-9 კლასიდან ბავშვები გადიოდნენ უკვე ზოგი სკოლაში რჩებოდა ზოგი გადიოდა სპეცსასწავლებლებში ის პროფტექნიკუმი იყო ხო პროფესიული სასწავლებლები და ასე შემდეგ დღეს მუშახელი აღარ აყვავს იმიტომ რომ აღარ არსებობს ეს სასწავლებლები და ცოდნასაც ესე იგი შესაბამისად თუ მაღალ ქულებზე სწავლობ მაღალ ნიშნებზე სწავლობდი შენ სკოლაში შეგეძლო დარჩენა თუ შენი სურვილი არ იყო რომ გასულიყავი და აი ვინც ჩამორჩენილი იყო ხო ისინი გადიოდნენ რომ მათ პროფესიული რაღაცა მაინც ესწავლათ ხელობა ესწავლათ და კიდევ ყველაზე საინტერესო და მთავარი და უბედურება ჩვენთვის იყო სპეცსკოლები სადაც ცოტა გონება ჩამორჩენილი ბავშვები სწავლობდნენ და ის სკოლები აბსოლუტურად სხვა სკოლები იყო უსინათლოთა სკოლები, იყო აი ესეთი გონება ჩამორჩენილი ბავშვთა სკოლები და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ეს ბავშვები საღ ბავშვებს, ცოტა უფრო გონიერად, სავსე ბავშვებს გვერდით დაუსვეს და განათლება მისი იმ დონეზე დაიყვანეს ეს რა თქმა უნდა, ჩემი შეფასებაც არის, მაგრამ მე ზაქარიას ჩემს მეუღლეს დავეთანხმები ამაში, იმიტომ რომ მან თქვა ეს ერთ-ერთ გადაცემაში და მე გამომდის რომ მის სიტყვებს ვიმეორებ. დიახაც გავიმეორებ. როდესაც გონებრივად შეზღუდული ბავშვი და გონებრივად სავსე ბავშვი ერთ მერხზე სხედან, იქ განათლებას ვერ მიაღწევ რა. ანუ ყველა პირობა არის, უნდა დაბრუნდეს სპეცსკოლები კი ბატონო. უნდა დაბრუნდეს ფორმა და მასწავლებლების კლასიკური ჩაცმულობა რა. და დანარჩენი კიდე ამდენი უმაღლესი სასწავლებლები დღეს აღარ არსებობს პროფესიული უმაღლესი სასწავლებლები. იყო ერქვა უმაღლეს სასწავლებლებს ინსტიტუტები, ანუ ერთი დარგის ხო ეს სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებლები იყო ხო? რატო უნდა ისწავლებოდეს სიტყვაზე მე ამ ტერმინს გამოვიყენებ GPI-ში, იმიტომ რომ ჩვენ დროს GPI ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი არ ერქვა. GPI-ში რატო უნდა ისწავლებოდეს ხელოვნება, კი ბატონო, კარგი ხელოვნებას თავი დავანებოთ, რაღაც არქიტექტურასთან ახლოს არის. რატო უნდა ისწავლებოდეს მედიცინა, სტომატოლოგია? მაშინ როდესაც ამისათვის არსებობს სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინო ინსტიტუტში რატო უნდა ისწავლებოდეს ჩარხების კეთება და ზოოვეტში რატო უნდა ისწავლებოდეს როგორ მოვიყვანოთ ნერგი. თუ ასე შემდეგ. არ ვიცი, ყველაფერი ერთმანეთს და თან მე ამდენი კერძო უნივერსიტეტი ამ განვითარებად თუ რა ვიცი, განუვითარებელ ქვეყანაში სად მიდის ეს კადრები? ბავშვებმა ლაპარაკი არ იციან, აზროვნება არ იციან, წიგნი არ აქვს აკითხული და თუ კითხულობენ ინტერნეტში კითხულობენ სპეციალიზებულ სახელმძღვანელოებს, სადაც ვერაფერსაც ვერ გაიგებ რა წერია შიგნით. ხო და აი ეს არის ჩემი ანუ
უნივერსიტეტები აღარ არის საჭირო, უნივერსალური უმაღლესი სასწავლებელი ქონდა საქართველოში, თბილისში 1, სოხუმში 1, აჭარაში 1 და დანარჩენი იყო ან პედაგოგიური ტექნიკუმები, ან სხვადასხვა სახის ტექნიკუმები, ან იყო ინსტიტუტები, იგივე თუ გინდა ტექნიკური ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი. რატო უნივერსიტეტი, რატო გინეკოლოგიას ვასწავლე, თუ რაშია საქმე? რატო უნდა იყოს უნივერსალური სასწავლებელი, როდესაც იქ მსახიობები და ისინი გამოდიან, რა ქვია, რეჟისორები. და მე კიდე რავი მედიაში როს უყველა ტელეწამყვანი გახდა, ამაზე ალბათ უკვე მე თალკე ვილაპარაკეთ. აი ეს იყო ჩემი საქმე. არ ვიცი, დაუბრუნდეს რა გიგლა რა. გეთანხმები. შენ ძალიან ემოციურად ჩამოაყალიბე ხო სათქმელი, გეთანხმები, სკოლა. ამას რო წაიკითხავ გიგლა და იმას რო წაიკითხავ. კიდე კარგ ჭკუაზე ვარ. მადლობა, ხა ამის შეხსენებისთვის მე მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. გამგები გაიგებს ის რაც ბატონი სოროსი ბრძანებს და აგერ და ბატონი კი არა და დია. ნუ ჭყალებში ამბობ ბატონიც რაც არის. რასაც ბრძანებს აქ და ეს არის გადამღერება ალენ დალესის სოფელი დოქტრინის მამანთ ახლა ვიღაცებს ეცინება ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს მათ შორის, ეგრეთ წოდებული პრადვინუთი ტელევიზიის ჟურნალი, აი რა დროს ალენ დალესია. შეთქმულების თეორია და რა შეთქმულების თეორია, ყველაფერი არის რეალობა. ყველაფერი ხდება ისე, როგორც აგერ სოროსი ამბობს და თავის დროზე ალენ დალეს აქ ეს ყველაფერი. აი დალესის მოადგილე ეს ფორესტოლი იყო ერთ-ერთი გენერალი, დაზვერვის გენერალი იმაში ამერიკაში. ის საერთოდ მე-17 საუკუნიდან გადმოხდა რუსები მომდებენ ამ წივილ კივილში. ანუ თქვა ერთი საფრთხობელი აღმოაჩინეს რუსეთი, აი ხა რუსეთი რას უყურებ დღეს? რუსეთი და თქვა ამერიკის უმაღლესი ხელისუფლება ხვდებიან ერთმანეთს და ყოველგვარი იმისი სხვა პაჭაპუჭა ქვეყნების ეგრეთ წოდებული ლიდერი, ხა ჯონსონერო ლიდერი გეყურება და შოლც ლიდერი, ისეთ ქვეყანას რა უთხარი მე? შეხედე პრეს-პრემიერში საქართველოს რეალური დამოუკიდებლობის გზა, დამოუკიდებლობის ბრწყალებში ნატოზე გადის. და აი აქ, აი უბრალოდ მე გადახედე უბრალოდ და ეგეც თუ გინდა გამოიყენეთ, ჩემი დამონტაჟებულია. ძალიან კარგი. ხო, ნუ მე მახსოვს ეს მეტი ნატო საქართველოში და ეს ლენინის კუთხესავით რო იყო და რაღაცებს აწავიდა ის მაპი. რაღაც ისულელეები. ეს ყველაფერი არის მკაცრად გაწერილი გეგმა და მთელი სცენარი აქვს გაწერილი მავანთ, მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა გლობალისტებს, რომელსაც დღევანდელი ასე ვთქვათ გაგები deep state-ის ეწოდა უკვე და ამას თვითონ იძახიან, თორე ჩვენ ადრიდან ვიცოდი და შესაბამისად ამის უკან ვინც იდგა დამპალი კოლექტიური დასავლეთი თავისი განათლების სისტემის სრული მოსპობით. აქ დემირელის ინსტიტუტი და პირველი შემოჭრა იყო მათ იქეთი სწორად ბანზეც გაკეთებული. გაუსვიდია, შენ ხაზი გაუსვი თურქული ბიზნესი. ეს ბიზნესისთვის არ გაკეთებული. ბიზნესისთვის თურქეთს ეს არ გაუკეთებია. აქ თურქული იდეოლოგია შემოვიდა ამ მიმართულებით და მე ძალიან კარგად ვიცი აჭარის ზოგიერთ სკოლაში და აქაც როგორ ხდება იქ მიღება, როგორ მზადდებიან ისინი. კი ბატონო. და როგორ აქცევენ ნელ-ნელა აგენტებად და გავლენის იდეოლოგიური კუთხით გავლენის აგენტებად ამ მოსწავლეებს, რომელთაც დუხჭირი ცხოვრება დაუყენა ამ ბოლო უწყვეტმა 30 წლიანმა რეჟიმმა, შევარდნაძის რეჟიმმა, სააკაშვილის რეჟიმმა და ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელმაც დიდი პერიოდი არაფერი არ გააკეთა, მხოლოდ ეხლა დაიწყო რაღაცა 2-3 წელია გამოფხიზლებასავით. მე ვამბობ კოლექტიური დასავლეთის მიმართ და იმ თავისმოყრილი პროგრამების მიმართ და დაიწყეს ნელ-ნელა ეს. თუმცა მათ ეს ადრევე შეეძლოთ გაეკეთებინათ, როგორც საჭირო იყო ისე. ეხლა დავუბრუნდეთ განათლების სისტემას ისე. როდის დაიწყო მისი გარყვნა, ასე ვთქვათ, როდის დაიწყო მისი ჩამოსვლა? რა თქმა უნდა შევარდნაძის პერიოდში. დაეცა ნელ-ნელა ავტორიტეტი მასალების, ანუ იქ ეკონომიკურმა სიდუხჭერამ იმ დონეზე მიიყვანა ეს ნაფერები, კასტა, ნაფერები ფენა ჩვენი საზოგადოებისა, ხო? ხო გახსოვს იმისი რა ქვია მორის ფოცხიშვილის დიდებული ლექსი მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეხდით და რა თქმა უნდა ჩვენი თაობა ფეხზე უდგებოდა სკოლის მასწავლებლებს. მე დღემდე მიყვარს ჩემი მასწავლებლები და ეფერები და ველურლეები ყოველ ჩასვლაზე ყველას ვნახულობ ხოლმე, ვინც კი არიან უკვე დარჩენილი ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც
იცი შენ ჩემი მოძღვარი და შენი მოძღვარი და ჩვენ ტაბიძის ნოდარ მაესტრო ნოდარ ტაბიძის პროფესორ ნოდარ ტაბიძის სკოლის აღზრდილები ვარ და დაგვეტოლონ ძალიან ბევრი იქ მას ვიღაცები იმაშვებიან კოჭებამდე რომ მეწუდებიან ისეთები უწევენ კონკურენციას მაგრამ ძალიან კარგად ეთყობა ქართულ ჟურნალისტიკას ტაბიძის სკოლა გამოვლილი ჟურნალისტების ღვაწლი და კვალი და კიდე სხვების რომლებიც ახლოს ვერ მოდიან მასთან მაგრამ არ მინდა ხა ეს განვავრცელოს თემა ჩვენ ყოველი მისი დაბადების და გარდაცვალების თარიღს ჩვენ მის საფლავზე ავდივართ სტუდენტები პატივისმცემლები და იქ სხვებიც ამოდი განმარტო ჩვენ თაობა სხვები იმიტომ თაობათა აღზრდელი იყო ასეთი სკოლები არსებობდა ქართული ფიზიოლოგიის სკოლა ქართული მათემატიკის სკოლა ქართული ფსიქოლოგიის სკოლა ქართული ჟურნალისტიკის სკოლა აგერაც ვთქვით და რა ვიცი უამრავი სკოლა არსებობდა ხო და წინვალეს აგერ შალვა ამონაშვილი ცოცხალი და მართლა დიდხანს გისურვებს ისე სხვა შორის ვფიქრობ ერთხელ მის მოწვევას აქ და აუცილებლად უნდა ვალაპარაკოთ იმიტომ რომ სოფლიოს 14-მა ქვეყანამ მისი პედაგოგისა ჰუმანიტარული პედაგოგიკა აიტაცა და განათლების სისტემაში დანერგეს და ჩვენს განათლების არც ერთ მინისტრს, ну, საერთოდ კოშმარია. მე ჯერ კიდევ დააჩემიდან მახსოვს სტუდენტი როცა იყო და მე გარკვეული პერიოდი ბატონი გიორგი ჯიბლაძე, აკადემიკოსი გიორგი ჯიბლაძე იყო განათლების მინისტრი და იქიდან იცვლიდა და ათვლის წერტილი ჰქონდა ესეთნაირად გაკეთებული დედა მთელი ცხოვრება განათლების სისტემაში შესწირა. და ყოველთვის ამბობდა განათლების მინისტრების დონე გიორგი ჯიბლაძე აი საზომი და მე ქვემოთ მოდის სულო იძახდა მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სააკაშვილის რეჟიმის დროს არა სააკაშვილი ლომაია გავიხსენოთ სანტექნიკი რომელმაც დაფაზე მესამე ჯერზე ბავშვის სწორად დაწერა. არა, საერთოდ ვერ დაწერა. არა, მესამე ჯერზე დაწერა. ну რაც კომბინაცია იყო, ყველაფერი გაათამაშა პრინციპში. და დღეს ამ ხელისუფლების სასარგებლოდ არ ვამბობ ამას. დღეს უზით ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელ და მეორე ხალხი საწავიდა. ვინა? შაშკინი, ეგეც ხო განათლება იყო. შაშკინი აქ დამოდიალებს ადგას და რა თქმა უნდა რუსთაველზე ახლა გამოჩემული, აბა საწავა ახლა ჯალათი შაშკინი, ну, იმ ჯალათი ჩამომავალია სხვა შორის რა ეთყობა. ხო, ну, ეს შორს აგვიყვანს. ახლა რა ვამბობთ? მიზან მიმართულად დაიწყო განათლების გრევა, რატო აგე რა მეაღწიეს უკვე, გამოზარდეს თაობა, რომელმაც არაფერი არ იცის. არაფერი აი მიშას დროინდელი წამებები რაღაცები ეთიკა არიციან და იმიტომ ეთიკის კოდექსი არა არც ერთ სპეციალობას არც ერთ პროფესიას ეს ცალკე პრობლემაა ზოგადად ჩვენს პროფესიაში სხვაგანაც გაკადრებენ ყველაფერს და იკადრებენ ყველაფერს და ასე შემდეგ მე განათლების ხო ნუ მინისტრები კატასტროფაა ვიძახი მეთქი და რატო არ შეიძლება საქართველოს განათლების სისტემას იურისტი ედგას მე არაფერი საწინააღმდეგო იურისტებთან არ მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ესეთი სპეციალიზირებული პროფესიული ცოდნა თუ არ გახაცა ინტიმური კონტაქტი მაინც კონდეს ამ განათლების სისტემასთან, ან ცოლი ყავდეს. ინტიმური კონტაქტი კაია. რაღაცა კონდეთ რა ვიცი, რა უბედურება რა. ის იყო, ქვია, ჯეჯელავა მოიყვანეს და ვაშლი და რაღაცის ბიზნესი წამოიწყო. შემდგომ იყო პლადუარესი. დღევანდელი არ ვიცი რა, ეხლა მაგალითად წარედ მეცინება მართლა. ხო, რა ვქნა, სიმწირისგან გვეცინება მართლა რა. ეხლა სწორად შენიშნე შენ უმაღლესი განათლების სისტემა მოშლილია რატო სკოლა ვერ მოიტანა და ეხლა როგორც იმისგან რა ქვია ნახერხისგან ეხლა კატლეტს ვერ გამოაცხობ ეხლა ესეთი ბავშვისგან მე ეხლა სპეციალისტ ვერ გამოიყვა რატო იცი იქ რაღაცას უნდა დაეწიო საშუალო სკოლებიდან ყველაფერს თავი დავანებოთ საქართველოს სახელმწიფო ქვია და ქართული ენის გრამატიკა ამოღებულია გაც აღგაშენა ღმერთმა ამათ ნაწერში იგივე აი თქვა მე ვისაც ვასწავლე ხო უმეტესობა სკოლიდან ხო მოდიან ბავშვები ну პუნქტუაცია საუბარი ზედმეტია საერთოდ ახლა მე იმიტომ რომ შემოიტანეს ეს დაუშვა პუნქტუაცია არ არის და მიზეშედეგობრივი და ლოგიკა და ესენი ხო საერთოდ უცხოხილია ყველასთვის და ყველაფერში მაგრამ რა გინდა შევარდნაძის ხელისუფლებაშიც სააკაშვილის ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლებაშიც არიან კადრები და ზე ასე ვთქვათ თანამდებობაზე დარგის მწვერვალებამდე აღწევს ადამიანი რომელიც აბსოლუტური უწიგნურია ბატონი გიგლა ვიცოდეთ რომ შეგახსენებ ყველას არის მედია ექსპერტი და არის განათლებაში ექსპერტი ასე რომ განათლების საკითხებში და ესე იგი კადრები ამ შემთხვევაში რატო მოზარდი ფიზიკურად
ფიზიკურად და სულიერად და გონებით ყალიბდება მათთან აზროვნების სტილს აჩვევ. კი ბატონო. სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. დაუტირეს ყველაფერს, აბსოლუტურად. ნამდვილად. ყველაზე მათხოვრული სექტორი და თქვათ ფინანსური თვალსაზრისით თვითონ ხო გაიათმაგეს თუ რა ვიცი რამდენი 1000%-ით გაზარდეს ხო რაღაც ხელფასები მასწავლებლების რაღაცა, პენსიონერებს აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ისინი არ აფასებენ ამ თაობას. ეს თაობა აი სოროსის მინდორების ამას ასრულებენ, ამას რომ მალე გაიხიკოს და მალე გავიდეს ამ ქვეყნიდან და ასე შემდეგ. გაყალბებული ისტორიები. საქართველოს ისტორია არის თავიდან დასაწერი, თავიდან ბოლომდე თავიდან არის დასაწერი. მე პროტესტის ნიშნად საქართველოს ისტორია სკოლაში რო გავარ იმის მერე პრაქტიკულად ხელი არ მომგიდა რაღაცებს კითხულობ და ვეცნობი ალტერნატიული წყაროებიდან და გეყოთ რა. გეყოთ. და თუ არ ვიცი ხა შენ როგორ შეხედავ იმას, მაგრამ მე ვამზადებ ერთ-ერთ ჩემს ფებე მეგობარს, ვიყოლიებ ასე ვთქვათ, ვითანხმებ ინტერვიუზე და თქვენ ჩვენს მაყურებელს მინდა მიუმართო და იმ ჩემს მეგობარსაც, რომელიც ბესოს იმითი აქვეა არის სოციალურ ქსელში, სასწაულებს წერს. უკუღმა ისტორია შექმნილი და ხრუშოვის დროინდელი, მესიმინდე ხრუშოვის დროინდელი ისტორიკოსების ნაჯღაბნებით ასწავლიან ისტორიას. და განსაკუთრებით სომეხი საქართველოს ისტორიის სპეციალისტები ცოტა დამწყრივდით. გამოდით ასპარეზზე და გაეცით ეგეთი ავტორებს პასუხი. ან აღიარეთ რომ ეს კაცი მართალს წერს და ეს ხალხი მართალს წერს, ალტერნატიული წყაროებიდან მოაქვთ სიმართლე და რეალობას უხსნიან და იდეოლოგიურ გამოთაყვანებას თაობებისას აგზრებთ. ძალიან ცუდად დაგიმთავრდებათ ეს ამბავი. აბსოლუტურად შემდეგ ცოტა ხანში ჩვენ უკვე აღარ გვეყოლება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის მასალა. რატო? ეს დარგები დაიყვანეს ბოლომდე. სამაგიეროდ რითი გაიძეძგა უმაღლეს სასწავლებელები? ნატო, მეტი ნატო, რამის არის საგნად არის შემოღებული ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ გვინდა ევროპა, ტოლერანტობა, მე მახსოვს ტოლერანტ, მე ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ჩემს პერიოდში იყო მოთხოვნა განათლების სამინისტროდან, აი ეს ჩხენკელის დროინდელი და ცოტა წინა დროინდელი, ეხა იმის დროს, ნაცების დროს ეს პირდაპირ იყო, მაგ დროს მე არ ვიყავი და იყო მოთხოვნა ტოლერანტობა უნდა წაიგითხო და ტოლერანტობის ესე ვთქვათ, აი მე ეგრეთ წოდებული უმცირესობების მიმართ უნდა იყო ტოლერანტი და უნდა აფეტიშო და ასე შემდეგ და ასე. რა, მაინც და მაინც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იყო ამერიკის ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტის ვენსის გამოსვლა საჭირო და თავის ადგილზე დასვა და ტრამპის ერთი მუშტის დარტყმას. კაცი კაცია, ქალი ქალია. დანარჩენი არის ანომალია. იყავით თქვენთვის, მაგრამ ნახეთ, აი ამ არამზადას, აი ამ ხრონწი არამზადას, აი ესე ვიტყოდი, აი ეს დამპალი ესა. აპატიეთ ეს გონზო, მაგრამ ის იმსახურებენ ეს გონზო ჟურნალისტიკას ამერიკაშია პრინციპში შექმნილი და იქიდან მოდის. ეს ვარ ჩაძაღლ ამდენი ხანი რა. რითი ხანგრძლივი სიცოცხლეს, ეგეთ ცოტა სხვა საკითხია. ბავშვების წამებით და რაღაც სისხლით და რაღაცა ჰილარი კლინტონს და ვიღაცებს უკავშირდება, მაგრამ ეს ცალკე თემა ალბათ ტრამპი მაგისთვისაც მოიცლის და ამოქეკავს ამ ყველაფერს. აი ეს იდეოლოგია სკოლებში, სპეცსამსახურებშია დამუშავებული და ამის ერთგულები, აი საქართველოში მასწავლებელთა უმაღლეს ჯილდოს აძლევდნენ არა გოგებაშვილი, ეხლა გოგებაშვილი ამოიტანეს იმდან, რა ქვია, სახელმძღვანელოდან და ვიღაცა ხტუნი და ტაში და შეძახილებით რომ ვეფხისტყაოსანიც ამოიღეს, ხო იცი სახელმძღვანელო. ვეფხისტყაოსანს რომ ამოიღეს. ანუ რაზეა ჭავჭავაძეც ამოღებულია ვაშკა. მოთხოვნა მოდის კოლექტიური დასავლეთის განათლების სისტემიდან და ზუსტად გექცევიან ისე, რაც დაიმსახურა თავის დროზე ბატონმა შევარდნაძემ, უხსენებელმა, როგორც მას ეძახიან, ეს ასევე მეორებ ამ სიტყვას, როცა საქართველოს მისცა განვითარებადი ქვეყნის სტატუსი და შესაბამისად მოიშალა და ჩამოიშალა განათლების ვერტიკალი. აბსოლუტურად არის ჩამოშლილი. დღეს მე რო უყურებ, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არ მინდა ეს ამას გავუსვა ხაზი, მაგრამ აი დოქტორების, ახალგაზრდა დოქტორების დიდი ნაწილი კომპიუტერის გარეშე, პლანშეტის და ამისი გარეშე ლექციას ვერ კითხულობენ ისე როგორც საჭიროა. იქ თუ არ ჩაიხედა და წაიხდა, მას ეხლა ნებისმიერი გააკეთებს, ხო? რა თქმა უნდა. ანუ სტუდენტთან და
შემოქმედი მოსავლე კრეატიულ ახალგაზრდებთან ცოტა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. დღევანდელი ახალგაზრდობა ჯის როგორ არც ჭაღარას უყურებს ის და არც ქოჩორს ის უყურებს როგორ შეიძლება ურთიერთობაში ხვიდე რა შეიძლება სწავლა შეიძლება გაუკეთო. თუ არ გაგცოდნა იქ რაღაცა ზოგადი ფრაზებით ვერაფერს ვერ გააკეთებ. განათლების სისტემა არის თავიდან ბოლომდე შესაძლებელი. მაგრამ აი ეს მასზე ახლა ამ ვიწრო და ერთ გადაცემაში ამას ჩვენ ვერ ამოუწურავთ, რა თქმა უნდა, ეს არის უამრავი პლასტებისგან, დინებებისგან შემდგარი გადაცემა, მაინც უნდა მიუძღვნათ სახელმძღვანელოებს. კი, აუცილებლად, სახელმძღვანელოები უნდა მოვიტანოთ ნიმუშები და უნდა წავიკითხოთ და ეს გავაკეთოთ. ახლა მე ესე თანაბრად გადავალ თემაზე, რომელიც აუცილებელია. ვერანაირ საზოგადოებას, იმედია დამეთანხმები, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შექმნის საზოგადოებას, რომელმაც ქვეყანას უნდა უხელმძღვანელოს გაუძღვის და ქვეყნის ტვირთი აიღონ, ხო? თუკი ის განათლების სისტემას არ მოაწესრიგებს და განათლების სისტემა განსაკუთრებით მედია განათლებას აუცილებლობა. მე შემიძლია დაგისახელოთ ქვეყნები მედია განათლება კანადის მაგალითად განათლების სამივე საფეხურზე და სისტემაში დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლება. შემდეგ უმაღლესი განათლების ასე ვთქვათ შემდგომი ვექტორები ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. სამივე ამ უმაღლესი განათლების და საშუალო განათლების სამივე სეგმენტში მედია განათლება და მედია წიგნიერება იკითხება ცალ-ცალკე მიმართულებად. საქართველოში ამ სოროსის ლეკვებმა მედია განათლება და მედია წიგნიერება ერთმანეთისგან ვერ განასხვავეს. მედია წიგნიერება არის როცა შენ კლავიატურას და რაღაცა ტექნოლოგიებს ფლობ და რაღაცა, მედია განათლება არის ის, რასაც თანამედროვე ახალგაზრდობა ეწაფება, ეს არის მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი და ასე შემდეგ. და ზოგადად კლასიკური მედია, ხო? რაც მედიიდან მოდის. და შესაბამისად აუცილებელი გახდა საგანი კრიტიკული აზროვნების შემოტანა და ასე შემდეგ. მოდით შევთანხმდეთ ერთ რამაზე. დიდი ბოდიში კინოხელოვანებთან, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებთან, მხატვრებთან, თეატრალებთან და ასე შემსახიობებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სამოქალაქო სექტორის აღზრდის საქმე ევალება მხოლოდ და მხოლოდ მედიას. დამთავრდა. თუ მედია არ იქნება გამართული და მედია სისტემა, იქ ქვეყანა ვერ იარსებობს. რა ვითარება გვაქვს საქართველოში ამ მიმართულებით? კოშმარი. აბსოლუტური კოშმარი გვაქვს. პოლარიზებული თავიდან ბოლომდე. მაგრამ ეხლა ჩვენ თუ აი მან მინდა ხა შენი მოსაზრება როგორც პრაქტიკოსის ჩვენ ხო უყურებთ ამ ყველაფერს. აი ჩვენ არც იქით ვართ, არავის ნავში არ ვართ ჩამსხდარი და ჩვენ ზუსტად იმ თემებზე და იმ პრობლემებზე ვსაუბრობთ ყველა გადაცემაში და ყველა ავტორი და ყველა წამყვანი, რომელიც ქვეყანას ტკივა, ხალხს ტკივა, ჩემს და ჩვენს ძვირფას ქართულ ხალხს, ქართულ საზოგადოებას ტკივა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ძირითადად, მაგრამ ფაქტი ხო ერთია. ფაქტს ერთი რაკურსით გაწვდის პოლარიზებული მედია, თქვათ, პოზიციის დამცველი და მეორე მხარეს პოლარიზებული მედია, ოპოზიციის დამცველი. სად არის ნეიტრალი? კაცშვილი არ თამაშობს ამ ასე ვთქვათ, ეს ნიშა არავის არ აქვს დაკავებული წესიდარიგით, უნდა იყოს საზმაო, მაგრამ საზმაო ხო ვიცით რა ბუდეა, თქვა, ის თავის სამეურვეო საბჭოიანად და ასე შემდეგ. რა კრიტერიუმით იქ ოპოზიციას აუცილებელი კვოტა უნდა ქონოდა და ვის შეყავდა? ხო, ხედავთ იქ ვინც არიან ოპოზიციის კვოტით შეყვანილები, ხა მე არ მინდა პირად იმებში გადავიდე, მაგრამ ეს სხვა საკითხია. საზმაოს მოდელი აქვს, მე თუ მკითხავთ, საზმაოს მოდელი სულ სხვანაირად უნდა იყოს გაკეთებული, ეხლა უცებ ალაპარაკდნენ ბრიტანულ მოდელზე. მედიის დაფინანსების ბრიტანული მოდელი. მედიასთან ურთიერთობის. მე კიდე მარეგულირებელი ბერნის კონვენციის ბერნის რაღაცები კიდე. მეცინება უბრალოდ. ხო, ნუ მარეგულირებელი საერთოდ ცალკე თემაა. ეგ აუცილებლად ცალკე გადაცემა უნდა ჩავწერო მაგაზე. იცით რა, მე ერთს ვიტყვი მხოლოდ საქართველოს მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება არის სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების საგანი. აუცილებლად. მე ერთხელ მქონდა რაღაცა მცირე გამართი და ნარკოტიკებზე რო ვილაპარაკეთ, ალბათ ეგეც საჭიროა რომ ჩატარდეს მართლება. რა თქმა უნდა, ეს ყველას ეხება და იქ მიწები და მფლობელობა და უბედურება და ეს აქვეა იმას ბიზნესის ლობირება და ასე შემდეგ რა. ეთით რა, აი ეს შენ გაგეცინა პრინციპში რა, ბიჭო. მედიის რეგულაციის საკითხებზე მოყავთ სპეციალისტები, ხოცებს ვერ მივმართავ ამას, ქართულ ოცნებას. და უზით იქ ვინც არის ხო?
ინტიმური კავშირი მაინც ერთს კი აქვს ისე ინტიმური კონტაქტი იმასთან ჩვენს პროფესიის წარმომადგენელთან დანარჩენზე რა გითხრათ რა მეცინება უბრალოდ რა ბრიტანული მოდელი აგითხრა საიდან მოგავთ ეს მოდელი მაგაზე შეიძლება ხავში არასოდეს არ მოგდით ოცნების ამ ლიდერშიპს მიმართა არ მოგდით ის რომ ერთი აღმოსავლეთისკენაც გაიხედეთ ჩრდილოეთ სამხრეთის ვექტორი და კვანძი ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებში. გამოიკვეთე ეს უკვე. ჩვენ დაგასწავლოთ ესა? და თუ ბიჭო ასეა, იქნებ, არ ვამბობ ხა კომუნისტური ჩინეთის, მე რა კომუნისტური ჩინეთია, მსოფლიოში პირველი ეკონომიკა ხო შექმნა. ეგეც თქვენი, ასე ვთქვათ, დამპალი იმპერიალისტური, კაპიტალისტური მოდელები ხო, დაუტირა ამას ყველაფერს, მაგრამ იაპონიის მოდელს რას უშვებით? რა, ქვეყანას იწუნებთ გვარიშვილობას უწუნებთ იაპონელებს, მამულის სიყვარულს უწუნებთ იაპონელებს, მედიის პლურალიზმს უწუნებთ თუ რას უწუნებთ? მე ერთ-ერთ საგანს რომელსაც კეთილ ვკითხულობ არის მედია მენეჯმენტი. და მედია მენეჯმენტში მე იაპონური მოდელები მაქვს იქ შემოტანილი, ფანტასტიკური. იმიტომ რომ კოლექტიური დასავლეთის მედია მოდელი მართვის არის რა მოიხმარე თანამშრომლები ბოდიში მაპატიეთ ამ სიტყვას რო ხმარო. ხო? ცუდი გაგებ, მოიხმარე, ხო? აი უკვე ასაკში შევიდა ეს ჟურნალისტებმა თორმზად. გადააგდე რა ნახმარი აკუმულატორებით. დამჯდარი აკუმულატორებით. არაკეთებს ამას იაპონიის მედია ორგანიზაციების მენეჯმენტი. ესენი გადამუხტავენ და იმ ასაკოვან, თქვათ, 80 თუ 90 წელს მიტანებულ ადამიანს, რა თქმა უნდა, იმაზე აძლევენ საშუალებას, რომ შექმნას ის კონტენტი რომელშიც ის არის სუპერ პროფესიონალი და არავითარ შემთხვევაში არ გააგდებენ ქუჩაში როგორც ამერიკაში ესეციან ამერიკაში იმას მთავარ რედაქტორის კაბინეტს ერთი დამლაგებელი ელაგებს მოადგილისას მეორე იმისას მესამე რამე საიდუმლო არ გაიტანს სულ რაღაცას ჩასაფრებები და რაღაცა როგორ ელანდება ამ ხალხს ვერ გავიგე მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ ყველა მოდელი არის ასე ვთქვათ შესასწავლი არავითარ ბრიტანული მხოლოდ მე ამას როგორც მედია ექსპერტი ხას უსვამ და პირდაპირ გავფრთხილებ, იმიტომ რომ ჩვენ ჩავერთვებით ამ საქმეში მზად ვართ, მეც, კეთიც, პრაქტიკოსებიც ვართ, მედიალოგებიც ვართ, სხვაების ღირსეული ხალხი, ვისაც ეკითხება რაღაცა. ლომაიასნაირების ჭკუაზე ნუ გავიგე და ბოკერიას ნუ შეაქმნივნეთ კიდევ იმას რა მედიას სამართალს და მედიის იმას მოდელებს და კიდევ სხვებს. არ მინდა ხა ყველაზე დასახელება იქ. მედია არის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო უბანი ნებისმიერ ქვეყანაში. საზოგადოებრივ აზრს ქმნის მედია და თუ მაგალითად ნებისმიერ ქვეყანაში სტომატოლოგი მაგალითად ხო კეთი კბილს თუ არასწორად ამოგვიღე, მე დაშენც ამოუღებთ კბილს ვიღაცას ხო? და ამოგვიღია ბავშვობაში ხო? გვიწოლია რაღაცა და ჩვენითაც ამოგვიღია, მაგრამ ის არ იქნება ხარისხიანი. თაგვირო იპარავდა. ეხა შენ არ გაკადრებ მაგას, მაგრამ მე შემიძლია ხბოს იმას ბოჩოლას გავუკეთო, ასე ვთქვათ, ფერდში აქვე იმას ინექცია, ბატონო, ნემსი რაღაცა ამოუხაბო და გავუკეთო. მაგრამ იქნებ რაღაცა დაუზიანო, იქ ძარღვიან რაღაცა ესე, რომელიც მე არ ვიცი. ანუ მე ვერ ვიქნები, ანუ რის შედარებას ვაკეთებ, იცით, ძვირფასებო. არ შეიძლება მედია ღია დერეფანი იყოს და მედიაში ასე ეგრეთ წოდებული ჟარგონით ვთქვი, პრახადნოიდვორი, აი გამჭოლი იყოს, უნივერმაღის კარევით იქითაც იხებოდეს და აქეთაც. მედია უნდა იყოს პროფესიული პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული და დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ვისაც წერის საღერღელია ეშლება, ვიდეო, თქვათ, ტელეთქმის საღერღელია ეშლება, ჩართოს ბატონო, იბლოგეროს და წავიდეს სამოქალაქო ჟურნალისტიკაში, რაც უნდა ისაკეთოს. მაგრამ მედია, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული, ის ლიცენზირებას მოითხოვს და ექვემდებარება და ასე ამერიკაში, ისიც, ასეა ევროპის წამყვან ქვეყნებში და მე ჩვენს ძვირფას ხელისუფლებას და საზოგადოებას ურჩევ საზოგადოების ზეწოლით, მიაქციონ ყურადღება გერმანულ მოდელს, მიაქციონ ყურადღება საფრანგეთში, ხა მაკრონი აქ სახსენებელი არ არის პრინციპში, მაგრამ აი მედიის მიმართ მან აბსოლუტურად სწორი საიტია. რატო ვამბობ ახლა ამას? ნახე ის შედარება რო გავაკეთე, კეთე თქვა, კვილის ამოღების და ნემსის გაკეთებასთან დაკავშირებით. საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს და თუ პროფესიონალი ფაქტს გიმახინჯებს, რანაირად არ უნდა აგოს, მან პასუხი არ მესმის. ჩვენი პროფესია ხო ეს არის, არა ძირითადად. აი აქედან უნდა ამოვიდეს და მეორეც კი არა ბოლო პრაქტიკულად, ბოლო თეზისი, რომელიც უნდა მივაწოდოს საზოგადოებასაც საფიქრალად და ხელისუფლებასაც მედია დახმარებას საჭიროებს. ეს აუცილებელია და ნუ რა ვიცი, ნუ გონიათ რომ თქვათ იგივე
საბჭოთა მოდელი თქვათ მიუღებელი იყო მედიის მართვის, იგივე ამერიკაში, თუმცა სხვა სახელი ქვია. ჯერ კიდევ 1974 წლიდან აი ამერიკის ნებისმიერ შტატში, თქვათ ნებისმიერ ქალაქში თუ 2 ან 3 თქვათ გაზეთი გამოდიოდა, იქ პირველ ადგილზე მყოფს, რომელიც დაწინაურებული იყო იმას, ისედაც რაღაცა მცირე დახმარებებს უწევდნენ, ძირითადი აქცენტი სახელმწიფო დახმარებებისა გადიოდა მეორე და მესამე ადგილზე მყოფ მედია ორგანიზაციებს. კი ბატონო. ამიტომ მედიამ არ უნდა დაგიმახინჯოს არაფერი, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და გავაკეთოთ. კი ბატონო და რა სიტყოდი შენ? აი რა სიტყოდი და მე მგონი 5 წუთში ჩავეტევით და ჩვენი ქრონომეტრაჟიც, რა ვიცი, როგორც შენ გადაწყვეტ, იმიტომ რომ ძალიან მე ვფიქრობ რომ საკმაოდ სერიოზულად ილაპარაკე, ეს არის სხვადასხვა გადაცემის აი თითო თემა რომ გამოვიტანოთ, ეს იქნება ძალიან მაგარი გადაცემები, იმიტომ რომ პეკატივს აქვს ასეთი დიდი გარღვევა ხომ არის, განათლება და სამართალი, ასეთი რუბრიკა გვაქვს და შეგვიძლია ორივე, როგორც ვიცით ხოლმე ხანდახან გაერთიანება, განათლება და სამართალი დიდ გარღვევაში. აი ესეთი რაღაცაც რომ იყოს. რაც შეეხება გიგლა შენ იმდენად ამომწურავად ილაპარაკე, მე ისიც არ ვიცი რა უნდა დავამატო, მაგრამ ერთს ვიტყვი. რაც შეეხება იმას რომ აი მედიაზე როგორც ჩამოაყალიბე, იცი რაზე წდება გული რომ ეგრეთ წოდებულ უნივერსიტეტებში, სახელმწიფო თუ რა ვიცი, კერძო უნივერსიტეტებში შემოიტანეს ასეთი სახელწოდება და რაღაცა უცნაური შეფასების კრიტერიუმებიც კიდე ისე ვერ გავიგე ის რაღაცა A B C D რაღაცა სისულელე რაღაცა ისინი, ну მოკლედ კიდე ცალკე ის არის ალბათ ადამიანურად უნდა მოხდეს შეფასების მომენტი სკოლებშიაც და უმაღლეს სასწავლებლებშიც და ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ჟურნალისტიკა არ არის ჰუმანიტარული ფაკულტეტი. ჟურნალისტიკა, რომელიც ზრდის მომავალ ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და სპეციალისტებს. ამიტომ ჩვენ თუ გავაიგივებთ ჰუმანიზმთან, მაშინ ჩვენ ვერ დავიცავთ იმ პრინციპებს, რომელი პრინციპებიც ჩვენი სკოლაში გამოვიარეთ იქ გვასწავლეს, რომელსაც ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სტუდენტობის შემთხვევაში ტაბიძის სკოლა და ჩვენი ლექტორების სკოლა ერქვა, პროფესიონალ კადრთა სკოლა. და ჩვენ იმიტომ შევიყვარეთ, ჩვენ შეგვაყვარეს ჩვენი სპეციალობა და ჩვენი მომავალი პროფესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან უნდა ამოვარდეს ჟურნალისტიკა, იმიტომ რომ მან ცალკე ნიშა უნდა დაიკავოს, როგორც იყო და ასევე უნდა დარჩეს. შეფასების სისტემა უნდა განისაზღვროს ქართული მოდელით, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია რომ იმ დონეზე ვიაზროვნოთ, რომ შეფასების სისტემა ჩვენებურად ჩამოვაყალიბოთ. აღარ გვინდა ამდენი უცხოური რაღაცა მოდელები და რაღაცა კონვენციები. მოდით, ბრიტანული მოდელიო, აგერ ბატონმა გიგლამ არაერთ გზის აღნიშნა ახლა თავის საუბარში. ეთიკის კოდექსი ეს ახალი, რა ვიცი, ახალია თუ რაღაცა არის. ჩვენ მქონდა არაჩვეულებრივი ეთიკის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი და აქ ქარტია შემოგთავაზეს და ქარტია მაბადე და შემოგტენეს ეგრეთ წოდებული ქარტიის კოდექსი. კი ბატონო და ამისი ხელმძღვანელები არიან სოროსის მიერ დაფინანსებული აბსოლუტურად ადამიანები, რომლებიც ავტორებად მოგვევლინენ, ოღონდ მათ გადმოთარგმნეს ინგლისური და ბრიტანული კანონი, კოდექსი, კანონების კრებული დაგვიდეს ჩვენ სპეციალობაში. ისეთი უაზრობები წერია, რომ იქიდან ნახევარზე მეც ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საქართველოზე არ არის მორგებული. ამიტომ ჩვენ უნდა თუ არ დავიბრუნებთ იმ რაღაცა გადმონაშთს, როგორც თქვენი ამბობთ, თუ იმ რაღაც უცნაურად გამოვთქვი ბგერა, მე მეგონა რომ სალომე ზურაბიშვილი ვლაპარაკობდი. ეს არის რა ქვია, ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული, საქართველოზე მორგებული, ქართული ეროვნული ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი. აუცილებელია საქართველოზე მორგებული და რაც შეეხება საერთაშორისო ნორმებს, ჯერ ქართული ვისწავლოთ საქართველოზე მორგებული და შემდეგ უკვე გადავიდეთ საერთაშორისოზე, იმიტომ რომ საერთაშორისო მედია სამართალი აუცილებელია რომ ვიცოდეთ, რა ვიცით რა ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც არანაირი სახსარი არ გააჩნია და
ქართველები, აი შეიძლება ითქვას ნაღდი ქართველები, სადღაც 500.000-მდე დავრჩით და იქიდანაც უმეტესობა არის პოტენციური ნარკომანი, ან ყოველ შემთხვევაში უკვე ნარკომანი, ან რა ვიცი მე LGBT თემია თუ რაღაცა ჯანდაბა და ასე შემდეგ, უმეტესობა ესენი არიან, ჩვენ გვყავს ღირსეული ახალგაზრდობა, რომელთაც უნდა მივცეთ ქართული სული. ქართულად უნდა ვაზროვნოთ, ქართული ენა დავუბრუნოთ, სხვანაირად არაფერი არ გვეშველება. ქართული ენის სიყვარული უნდა ვასწავლოთ, თავისი მშობლიური ენის, ქართული ენის. სახელმწიფოში, ჩვენ სახელმწიფოში, საქართველოში ქართული ენა უნდა გახდეს წარმმართველი ენა, როგორც ეს ზვიადმა და მერაბმა იმაში შეიმუშავეს ეს ყველაფერი და იყო საქართველოში ქართული ენა, სწორად მეტყველი ქართული ენა გაისმოდა. მეტყველება სააკაშვილმა შემოიტანა ერთი პერიოდი ლიოები, აი ეს მორბილებული ლიო, რაღაცა საშინელი, რომელიც ეკრანიდან გაისმოდა, იმიტომ რომ თუ კი ვინმე გამართული ლუთი ლაპარაკობდა, იმანაც კი მოიჩლიკა ენა. ეს არ არის ქართული. იმიტომ რომ მეტყველება, სწორი მეტყველება მით უმეტეს ეკრანიდან და მით უმეტეს ბეჭდური მედიიდან უნდა მეტყველებაც უნდა ემჩნეოდეს იმ შენ ნაწერს, თორემ მარტო წერე და იკითხე პუბლიცისტური ელემენტები. რა თქმა უნდა. სახელმწიფო აზროვნება. საერთოდ დაიკარგა, გიგლა სადღა არის პუბლიცისტიკა. ყველაფერი ჩვენ არ გვჭირდება ბრიტანული მოდელი. ჩვენ გვჭირდება თუ აუცილებლად რაღაც მოდელი უნდა ავიღოთ კავკასიური მოდელი ბოლო-ბოლო. საქართველო არის კავკასიაში, იმიერშიც და ამიერშიც შუაგულში დგას და ეს არის წარმმართველი ძალა. რატო ვაკნინებთ ქართულს? რატო ვივიწყებთ ქართულს? მე აქვე მინდა ისიც თქვა, მე მაშინ 2004-ში ვწერდი იმას დემირელის კოლეჯზე, მაგრამ შენ გახსოვს გიგლა, გაზეთ ჰორიზონტის მთავარი რედაქტორი ვიყავი. ძალიან ცოტა ხანი იარსება იმ გაზეთმა და შენ იყავი იქაც კონსულტანტი. კი ბატონო. დემირელის კოლეჯის სანაცვლოდ გარდაბნის რაიონში, მე მგონი შიგ გარდაბანში ახლა მე ეს ხდება 99 თუ 2000 წელი იყო ეს გაზეთი დაარსდა, სხვა იყო დამფუძნებელი, მე ვიყავი მთავარი რედაქტორი და დაარსდა მამაომ დაარსა, შენ მიმიყვანეს სხვათა შორის იმ მამაოსთან. მე მგონი მამა ზურაბი ერქვა, არ მინდა შემეშალოს სახელი. დაარსა ქართული სკოლა, სასულიერო სკოლა. და სადაც უბრალოდ ქართული სკოლა, სადაც ბავშვები ბევრ რამეს სწავლობდნენ. საქართველოს ნამდვილ რეალურ ისტორიას სწავლობდნენ. საქართველოს სულიერ თემებს ეხებოდნენ და სასულიერო თემებსაც და რელიგიის თემებსაც და ასე შემდეგ. ეს ხდება იმ მძიმე რეგიონში, რომელსაც გარდაბანი ქვია, სადაც ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობაა დასახლებული იქ. და მამაომ გააკეთა ისე ლამაზად ეს ყველაფერი, რომ იმ ყინვაში, უბედურებაში, ენთუზიაზმზე მასწავლებლები, პედაგოგები ქართულ ბავშვებს საქართველოს სიყვარულს ასწავლიდნენ და ხელსაქმეს, დანარჩენი კიდევ დამატებით და რაც მთავარია თუ კი დემირელის კოლეჯში. ქართველი ბავშვები, რომლებიც ეს მეტი ჩარამშობლებს შეყავდათ იქ და ყურანზე დებდნენ ხელს და იმით იწყებდნენ ლოცვას, გარდაბნის აი ამ სკოლაში ბავშვები ბიბლიაზე დებდნენ ხელს და იმით იწყებდნენ ლოცვას და იცით რა ქნეს? მამაზურაბი. მამაზურაბი, ეს იგი სწორად თქვი. იცით რა ქნეს? მე ხო ჟურნალი, გაზეთი დამიხურეს. ვითომ უკურნებელი სენით დავავადდი და არ ვიყავი დაავადებული და მამაზურაბს გაუქმეს ეს სასწავლებელი. სამაგიეროდ დემირელის კოლეჯი, რომელიც სააკაშვილი, რომლის პრორექტორიც გახდათ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, თურქულ ყაიდაზე იყო და ბავშვები ყურანზე ლოცვით იწყებდნენ სწავლას. რატომ ხალხო? ჩვენ საქართველოში სანამ არ მივხვდებით, რომ ქართული მოდელია აუცილებელი, ჩვენ ისეთი გონიერი წინაპრები გვყავდა. ისეთი გონიერი ფესვების წარმომადგენლები ვართ. ისეთი გონიერი ადამიანები ვართ, თუნდაც ჩვენი თაობა და მე ამას ამაყად ვამბობ. ისეთი განათლებული და წიგნიერი და მოაზროვნე თაობა ვართ. დაგვიდექით მხარში. მიიღეთ ჩვენგან რაღაც რჩევა, რაღაც კონსულტაცია, მიიღეთ ჩვენგან ის, რომ სახელმძღვანელოები, რომელიც დღეს იცით რეებს სწავლობენ ბავშვები, ან რა ლექსებს, რა მოთხრობებს, რეებს სწავლობენ,
გაყალბებული ისტორიაო ბატონმა გიგლამ თქვა. ჩვენ ასეთი რუბრიკაც გვაქვს გაყალბებული ისტორიის საპირისპიროდ. დიახ, ჩვენ ვაღვივებთ აი ამ გრძნობას, რასაც სამშობლოს და ერის სიყვარული ქვია. ქართული ენის სიყვარული ქვია და გამოვდივართ პრინციპიდან მამული ენას არწმუნოება. ჩვენ ამ პრინციპებით ვივლით და ტახი ბექაუს კომკომის, როგორც გიგლა ეძახის კომკომის, ანუ მარეგულირებელი ეროვნული კომუნიკაციები თუ რაღაც ძალიან უცნაური სათაურია. ეს არის ამისი უვადო თავმჯდომარე ბიძინას მხრიდან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უვადოდ რატომღაც უვადოდ დანიშნული თავმჯდომარე გაკვირვებული იტყვის კომისიაზე. რა თქმა ტელევიზია თუ ფული არა გაქვსო. მე ეს ტელევიზია იმიტომ გავაკეთე, რომ სწორედ გაყალბებული ისტორიის საპირისპიროდ მემუშავა, რომ ქართული ენა, როგორც ჩვენი საყვარელი ენა მექადაგებინა აქედან ჩემი მეგობრების, რომელსაც გადაცემები მიყავთ, ავტორები არიან და გადაცემები მიყავთ, რომელსაც ჩვენი რესპონდენტები გელაპარაკებიან, რომელსაც ჩვენი ოპერატორი აი ასე ენთუზიაზმით გვიდგას მხარში და იღებს ყველა აი ამ ჩვენს ძალიან მძიმე გადაცემებს. აი ამიტომ შეიქმნა ეს ტელევიზია და არავისგან არ დაფინანსდა. იცით რატომ? იმიტომ რომ დღეს რო ერთმანეთს აძახებენ, ბოზი რო ბოზს ეძახის, შებოზო რო ამას რო აყვედრიან, აი ეს არ მომხდარიყო ჩვენთანაც და ჩვენ ვერავინ ამას ვერ წარმოგვაძახებს და გიგლა, მე როცა ქართული ენის სიყვარული, ქართველი ერის სიყვარული, ყოველგვარი ბრიტანული მოდელების გარეშე მედიიდან ქართულად მიმქონდა თუნდაც ძველი ქართული კინოფილმების მეშვეობით კარგად იცი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ისევ მიიღო გადაწყვეტილება და ორგზის დაჯარიმებული და ინკასო დადებული პეკატივი ისევ და ისევ თითის ხნების ქვეშ დააყენა. რატო უშვებ ქართულ ფილმებს? მე ქართულ ფილმებს ვუშვებ, იმ ქართულ ფილმებს, რომელშია ჩემს წინაპრებს, ჩემს მშობლებს გადახდილი აქვს თანხა. ახლა ბერნის კონვენცია მომიტანეს, რა შუაშია ბერნი გლახის ნაამბობთან. მეორედ და ბაშიაჩუკთან. ან როდის იყო ხევისბერი გოჩა ტერორიზმს ქადაგებდა, ან ღინილის ბიჭებში რა არის ამორალური. მაგრამ მეტი არ იციან რა უნდა მითხრან და იცით რა მაინტერესებს. ერთი კითხვა მინდა დავუსვა ლეო ესაკიაშვილიშვილს და იგივე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და იმ ჩემს ბრალმდებელს, რომელმაც დიდი გადაწყვეტილება გამომიტანა და პეკატივს დერხა. ოღონდ მე ვერ გავიგე რა უნდა და მე სხვა გადაცემაში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე. აი ეს იქნება განაჩენი. და მინდა გითხრათ, მე ვეკითხები უბადო თავმჯდომარესაც, მის გუნდსაც, ეროვნული კომისიის მარეგულირებელ თუ რაღაცას და ლეო ესაკიამ რეჟისორმა, დიდმა რეჟისორმა გლახის ნაამბობი რო გადაიღო. ან ბაშიაჩუკი რო გადაიღო, რომელზედაც მე დავებოდნენ. ილია ჭავჭავაძეს გლახის ნაამბობის შემთხვევაში შეუთან ხმა. ან აკაკი წერეთელს შეუთან ხმა, როცა ამას იღებდა. რატო გადაიღო? დავაჯარიმოთ, ინკასო დავადოთ ლეო ესაკიას და მის შთამომავლობას. აი რატო არ ადებთ ინკასოს? აბა იმ კაცმა თუ გადაიღო და მე ამაში ფული გადავიხადე. რა გინდათ ჩემგან? მე ხო ქართულ სიყვარულს ვასწავლი აქედან. სიყვარულს ქადაგებ. ძველი ქართული ფილმები. მეტყველებას ვასწავლი, მომავალთაობას. თორე გიჟი კი არა ვარ. აი ამიტომაც მე დავიღალე. აღარ თქვენი მედია მაინტერესებს. აღარ თქვენი ბრიტანული და იაპონური და ასე შემდეგ ეს მოდელები და პეკატივი ცოტა ხანში შეწყვეტს მუშაობას. და მოულოდნელი განცხადებაა, ნამდვილად არ ველოდი ახლა ამას, უნდა გამოვთხრდე. ვფიქრობ, რომ ეს ცოტა ემოციის შეიძლება არ ვიცი. ფონია, ჩემოქეთი. მე ძალიან დავიღალე, მაგრამ ამათ გავახარებ. გასაგებია, ახლა კომკომს რო ვეძახი მე მეგრულად კომუნიშნავს მომეციზეა გადასული მთელი კომკომი და კი ეგრეა და ეს მომენტია, მაგრამ მე მიმაჩნია მოსოჯი შამო იმაში რომ არის. მაგრამ მე მიმაჩნია რომ ამ ეს კომისია არ არის უფლება მოსილი
მედიის კრეატიულ ნაწილში, კონტენტ ნაწილში ჩაიხედოს, მას არავინ არ ეკითხება ამ საკითხს. და ეს პარლამენტმა უნდა დაარეგულიროს, სანამ ბრიტანული ჭხრეკას დავიწყებდეთ, მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოდელები, შემოფიქრებული, შემუშავებული და ძალიან კარგად შევთავაზებთ ამას ყველაფერს, მაგრამ აი, აგერ მიხედეთ ამ ადამიანს, ექსპერტი ადამიანების და გავაკეთოთ ქართული მოდელი რა. დიახ, ქართული მოდელი უნდა გაკეთდეს ზუსტადაც და ამას არ დაგანებებთ ესე ადვილად. ბრიტანული მოდელი ჩვენ არ გვჭირდება ცალსახად. იქ არის რაღაც ელემენტები, რომლის აღება შეიძლება, მაგრამ მაინც და მაინც ვინც ეს წამოროშა პარლამენტში და ვინც ამას უჭერთ მხარს, მივმართავ ეხლა ზუსტად. კარგად მომისმინეთ. ნიკ დევისი ამ დიდ ბრიტანეთში არის ხელისხელსაგოგმანებელი პერსონა, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, გამომძიებელი და პროფესორი. ჩემი კოლეგა ყველა მიმართულებით დაირქვა ყველა. ყველა მიმართულებით არის ჩემი, ასე ვთქვათ, კოლეგა ყველა პარამეტრში. მას აქვს წიგნი გამოცემული. ბოლო რაღაც 5-6 წელიწადია გამოსაბოლოება. სხვა შორის ქართულად თუ ითარგმნო ძალიან კარგი იქნება და იქ ძალიან საგულისხმო მომენტი ნახსენები მე ერთ-ერთ ჩემს წიგნში მაქვს ეს ფრაგმენტი გამოყენებული. ნიკ დევისი პირდაპირ მან ჩაატარა ექსპერიმენტი და ბრიტანეთის პრესის საბჭოდან გამოითხოვა მონაცემები ზუსტად 2 თვის მანძილზე, არ მახსოვს ახლა წელს ვერ ვიხსენებ 2013 ან 14 წელია. ბრიტანეთის საბჭოში ბრიტანელი მოქალაქეების საჩპრესის საბჭოში შევიდა საჩივარი ბრიტანელი მოქალაქეების დაახლოებით 28,000 რაღაცა, 30,000-მდე წერილი განცხადება ჟურნალისტების და მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. იქ იყო ფაქტებზე საუბარი, პროპაგანდაზე იყო საუბარი, ყველა რაღაცას ჩაუჯდა ეს კაცი და სტატისტიკა გამოაქვეყნა სასწაული. 85% ყალბი ინფორმაცია იყო იქ ასული. გესმით? ასე რომ ნუ გონიათ რომ რახან ბრიტანეთი ეს სანაკებო მოდელი არა. ვინ არის საერთოდ ბრიტანეთი? არ არის ეგ სანაკებო მოდელი ნამდვილად, ამიტომ მე გთავაზობთ კოლეგებსაც მივმართავ ჩემს კოლეგებს, ოღონდ პირდაპირ კოლეგებს არა, ეხა გუშინდელ ფიზიკოსებს და მეტალურგებს და ფეიქრებს, რომლებიც გავსებულია ქართული მედიას სივრცე და ზო რედაქტორები და ხელმძღვანელები არიან და ვერ გაიგებს რას ემსახურებიან, გაზრზე არ არიან, რას ნიშნავს მედია. გვარებით შემიძლია დავასახელო, უბრალოდ ეხლა დავინდობთ თორე დაამიჯდნენ ნებისმიერ და მაგათ გავატყავებ პირდაპირ ეთერში, სადაც გაუხარდებათ ინფორმაცია და ამ ეგრეთ წოდებული პრადიო ტელევიზიებიდან დაწყებული ნებისმიერი. ის რაც ვიცით, ვიცით და რაც არ ვიცით, იქ ცხვირს ავყოფთ რა. და მიხედეთ თქვენს იმას არ შემდგარ პროფესიებს რა თუ შეიძლება. ამიტომ შეიქმნას უნდა პროფესიონალ ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც თავის წინადადებებს, თავის მოსაზრებებს და დაეკონტაქტეთ, დაეთათბირეთ, იმიტომ რომ საუბარია ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტის რეფორმირებაზე, რომელსაც საქართველოს მომავალი მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორის აღზრდა დაევალება. და ის არ იქნება არავისგან დაფინანსებული. აი როგორც ეს ტელევიზია, მაგრამ ვაფავთ სულს. აღნიშნა კიდეც მის ხელმძღვანელმა რატო? იმიტომ რომ $10 ვითხოვდით, რომ შემოგეწირათ თვეში $10. არც ერთის ნავში არ ჩაჯდა, არც ხელმწიფის ნავში და არც ოლიგარქიათის და არც ბიზნეს ყაჩაღების ნავში რა. ვინც გიზით იქ პარლამენტში ეგეთი ბიზნესმენები. კარგი, ეს დიდი თემაა და სხვა თემა. მე პრინციპში ვიცი რომ გადაგღალეთ ძალიან დიდ თემებს შევეხეთ და ეს ისეთი საკითხებია, რომელსაც ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით. ნახოთ რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას. თუ ყურები და ბამბას არ გამოიღებენ, ჩვენ ბრიტანულ მოდელს თავიდან ბოლომდე თავისი პლუსები და მინუსებით წარმოვადგენთ და სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოდელი აქვს პატარა პორტუგალიას. ამას თვითონ ევროპელი ექსპერტები არა კითხეთ ვიღაცა შეგუას დაეკითხეთ რა, რაც იციან იმ სფეროში. რაც არ იცით, იმაში ნუ იმას იბლანდებით რა. კი ბატონო. და ასეა სხვა საკითხებში კიდე ჩვენ ყავს ეგეთი აი ეკონომისტები გახსოვს ვითომ ეხლა 6 მილიარდიანი შემოაქვთ საქართველოში და რამდენი არაბი შემოვა და რამდენი დასახლება და რა ჯანდაბა გველოდება კაცმა არ იცის. ინვესტიცია ჩემს გადაცემებში, ჩემს გარღვევაში 9 ჯერი თქვა პროფესორ ნასკი და დარბოაშვილის, სოსო სიმონიშვილის და სხვა იმის რა ქვია ეკონომიკის რეალური ექსპერტების მხრიდან რომ პირდაპირ ინვესტიცია არის დამღუბელი. თქვენ რა მუსიკმა გიგინათ ვერ გავიქ. რა ინვესტიცია, რას ვჩუქნით, რისთვის ვჩუქნით? რა უნდა გაგვიკეთონ? ქარხანა, ფაბრიკა? რეალურ ეკონომიკაში დებენ ინვესტიციას არა, პარაზიტ ეკონომიკაში.
და აი ეგრეთ წოდებულ დიდ ტელევიზიებს, რომლებიც ითხოვენ, რომ შემოგწირეთო რაღაცაო და თქვენ ეს ხალხი არ დაიხუროსო და იმას ეხმარებით, კი ბატონო დაეხმარეთ. მე იმდენი მაყურებელი მყავს, თითო ლარს გეხვეწებოდით. მე უკვე დავიღალეთ ხოვნით და შემცხვა კიდეც. პატარა ცოტა რომ რაღაც ხარვეზი გაუჩნდება ტელევიზიას, იცით რომ ერთი ადამიანი ვამუშავებ და მე რაც 5 თვე არის გავხდი ავად. ტელევიზია სული რო არ მომკვდარიყო ტელევიზია, მე იმ გაჭირვებულმა ადამიანმა, ფიზიკურად გაჭირვებულმა ადამიანმა, ჯანმრთელობა შერყეულმა ძლივს ვაკეთე. აი ამ დროს ჩემი მეგობრები, თქვენ გონიათ რამე კაფიქს იღებენ აქედან? უანგაროდ გემსახურებიან, რომ რეალური ინფორმაცია მოგაწოდონ. აი ამ ხელა ხალხი დგას და თქვენთვის მუშაობს. თქვენ თითო ლარი ვერ გაიმეტეთ და მე კი 24 საათი ვარ იმ წივილ-კივილისა და იმ გაწევ-გამოწევის წინაშე. როდის დახურა აქამდე სული თუ უდგას ტელევიზიას 2018 წლიდან, როდესაც მარტო აღმოჩნდი, იმიტომ რომ დამილუქეს ყველაფერი და ინკასო დაადეს უკვე 2020 თუ 21 წლიდან. ქართული ფილმების ჩვენებისთვის ეს იყო მიზეზი, მაგრამ სინამდვილე, უпростоეთ საბაბი, თორე სინამდვილეში მიზეზი არის აი ეს ყველაფერი, აი ეს საუბრები, რომელსაც თქვენ ამ წუთასაც ჩვენგან ისმენთ. მე სანამ ცოცხალი ვარ, მე ვიქნები ქართველი. მე ვილაპარაკებ ქართულად. მე დავიცავ ჩემს მამულს და მე დავუღრის სისხლს, ჩემს სისხლს საქართველოსთვის. მაგრამ და თავ შევწირავ ამას. მაგრამ თქვენ უკვე ვეღარ შემოგეწირებით, იმიტომ რომ არ იმსახურებთ. თქვენ დალოცველებო, თითო ლარი, გაგემეტებინათ მართალი, გულისხმიერი, ობიექტური ტელევიზიისთვის. მაგრამ არ გინდოდათ და რა ვქნა. მადლობა გიგლა, ბოდიში. აი ესე ცოტა შინაურულადაც ვილაპარაკე. კარგი. მესმის. მე უნდა დავამთავრო გადაცემა. მაგრამ წარმოგიდგენთ ჩემი. მე ცისკარაც დამიხურე. აბსოლუტურად ამ თემაზე ჩვენ სტუდიაში შემოსვლამდე საუბარი არ ქონია, ეს სპონტანურად მის კი მართლა სპონტანურად გონებაში მოიხარშა, ეს ემოცია გადმოიღვარა, იმიტომ რომ ესეთ მძიმე თემებზე ვილაპარაკე, რომ ადამიანი რკინა არ არის, გაცვდა. მე მაქვს პრაქტიკა და გამოცდილება ერთი კაცის, ერთი ოჯახის ჟურნალი და 30 წელი ვაკეთებდი ამას, კავშირი არ დამხმარებია და არც ისა, მაგრამ ჟურნალის სხვა არის და ტელევიზია სულ სხვა. ტელევიზია სხვა სპეციფიკა აქვს, სხვა ინდუსტრია და ამ დროს გამოვარდება კომუს, ანუ მომეცის კომპანია, რა ქვია, სააგენტო საქართველოში, რომელსაც პრივატიზებული აქვს და უზარმაზარ ბიზნესებს, რა თქმა უნდა, ბატონ ივანიშვილის თანხმობით აწარმოებს საქართველოში, მილიონერია. მთელი ახმეტა პრივატიზებული აქვს, მიწები გაოცდებით, ასეულობით ჰექტარი აქვს, მთელი ახმეტა პრაქტიკულად ნაყიდი და ეს კაცი ისე ხმას რო არაუკანკავდება, ისე გამოგიტანს განაჩენს, რომ თურმე კომს უნდა მისცე თანხა და ჯიბეში ჩაიდონ, თუ სახელმწიფო საზღვარიდან და ძალიან მეეჭობა, იმიტომ იმ ხელფასებია, ამან ვიცი ჩვენ რაც ხდება. ქართული პატრიოტული ფილმების გაშვებისთვის. აი, ამაზეც ნერვი არ აგიტოქდებათ ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, მაშინ და მართალია, კეთი დავიმშვიდობოთ ერთმანეთს ისჯობიათ. და ეხლა მივაყოლებდი ქიზიყურად, მაგრამ ოჯახში გაზრდა და რაღაცა არ მაძლევს ამშობლებას, თორე გონზო ჟურნალისტიკა ძალიან კარგად მესწავლება და ვიცი რაც არის. იქით ვასწავლი სტუდენტებს შორის. მე ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ბოლო გადაცემა. ეპითეტი, რასაც ნაცების მიმართ, რასაც მოქალაქეების და დღევანდელების მიმართ იძახიან, არის რეალური სხვათა შორის. მე არ გულისხმობ ეხლა იმ რაღაც გარკვეულ ნაწილს, რომელიც ქაფვაზეა გადასული, აქვეა ბიუჯეტის, იზრდიან თავის ხელფასებს, აკეთებენ სასწავლებლებს და ასე შემდეგ. მოდელი უნდა გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული, კი ბატონო. და ზუსტად ისეთი, როგორიც წინააღმდეგობაც, რაშიც ხარს უჭერ ხელისუფლებას, გასწია ევროპის, აი ჩვენ როგორც ევრო კოლექტიურმა დასავლეთმა კოლონიად რო წარმოგვიდგინა რა. აი ზუსტად იქ წაიტეხავენ ხოლმე კისერს
ადგილობრივი მტრები, თქვათ, ქართული საზოგადოების და კოლექტიური დასავლეთი. კოლექტიური ჩრდილოეთი იქნება თუ კოლექტიური სამხრეთი. ისა სამხრეთი უკაცრავად მე გიგლა ვარგობიჩა, ჩემს თომარი იყო ქეთი სესიაშვილი, რომელსაც იმედი მაქვს მიუტევებთ თავის ემოციას. ჩვენ ვეცდებით რომ ის გადავარწმუნოთ. თუ მანამდე გარღვევა თქვენს გონებაში მოხდება და გაიმეტებთ იმ ვარს, თქვენი საქმის თქვენიცით. ჩვენ ახლა მშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. რა გქვიან ძმობილო? ლელთხუნიას მიხმობენ. სადაური ხარ? სადაველო, გაიბოტნიდა, აქ მთაშია, თერ კიდურზე. აი ადგილია ეს თქვენი ადგილი. რა სიცინი? საცინელს ვიცინი, ცარიელს ტომაკი მაგით ვერ გაძღების. აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს. არა, გონჯაი, ჩვენს პეჩაობას შეფერობს. ეს დიდი გზა, დიდ ხელს მოგცემთ. ვშაულობთ, ჯიბეში არ რჩების. თისკაცი მახავეს სვამეხის კერძია. ჭამადის მადი არაა სახლში, ნაშოვერ დუქანში მიდის. ერთი მითხარ თუ ღმერთი გწამს. აი სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია. გიწყალობოთ ცოცხალთან, შეგინდოთ მკვდართან. წმინდა სამების სახტარი არ უწინდალთ განცდა საფარი, ერთა საბჭო. ეხლა რატომ აღარ არის ეგა? აწინა, ერობას სადაა, რუსობაში ვარ. აწინა ყველაი გაცუდის, ყველაი გაუქმდის. აშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო? რაიდარა, ადრია ავას თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენად უგვეყუდნეს, მით იყვის უკეთ. ადრია ერიერობდეს, გულიბულობდეს, ვაჟაი ვაჟაბდეს, ქალაი ქალობდეს. არხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წერს წყობაი. ადრი და ჩვენობა იყვის. ეხლა რომ მშვიდობაი არის, რაი არ მშვიდობა. უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალში ბაყაყნი ჭიაჭუაი ქვემძრომლი გამრავლდის. ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. ტერი რომ დაგეცემუდათ, აგიკლებდათ და ცოლშუს გიწიოკებდათ ხოლმე? აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრი და მტერს მაინც ფარხლით შევეთამაშით, ვიგერიებდით. სვამეხს რაი იყვის, ვერ მოსაგერიებელ ვერ შესათამაშებელ. ადრი და მტერთან ბრძოლაში, სწორების ჯობინობაში, სახელს შოობდით. სვამეხთან ვაჟაი რაის სახელს ჩამორჩების. ადრი და მართალ ხარ, მტერ იყვის. ერთგულთა ვაჟთა ჩუქებაც დიდ იყვის. ადგილმამულებოძის თარხნობაი მიეწყობოდის. აწინა ტყუილ რუშობით ფიზის გატევით სარჩო საბადელს საშოვერ გაგვიხსნეს. Yeah!